მოგესალმებით. მივესალმოთ ჩვენს გამომწერებს, ჩვენს მაყურებლებს. მოგესალმებით ყველას. რამოდენიმე დღის წინ დავაანონსე, რომ დღეს კვირას, დღეს არის 19 მაისი, ჩატარდებოდა სასტენდო სროლა. სასტენდო სროლის ორგანიზატორი გახლავთ მონადირეთა ლეგიონი, დაგვპატიჟეს მე და ვაჟა, მოვედით და ვიღებთ სასტენდო სროლაში მონაწილეობას. განწყობა როგორი გაქვს? ძალიან კარგი არის ემოციები, ძალიან კარგი არის ესეთი ღონისძიებები და მე ვურჩევ, რომ ვისაც უყვარს ნადირობა, სპორტი, ესეთ ღონისძიებებში აუცილებლად მიიღოს მონაწილეობა. კი ბატონო, ღონისძიების გარდა ამოდით, ივარჯიშეთ და შემდეგ უფრო ღონისძიებებზე შეამოვნებთ, მიიღებთ პრიზებს, ისწავლით და ამოღამებთ სროლებს და ასე შემდეგ. კი, ძალიან აზარტულია მინდა გითხრათ და ძალიან კარგი ვარჯიში არის. აი, როდესაც სეზონი არ არის ხოლმე, ხშირად ამობრძანდით, ჩვენც შეძლებისაგვარად ამოვდივართ და მომზადებით სეზონისთვის. და ისა კიდე ირაკლი, რომ აი ემოციები, ადრენალინი, აი ყველაფერი ერთმანეთში რომ ისვრი, აი იხარჯება და ასე შემდეგ და კარგი განწყობით მიდიხარ სახში. კი, ნამდვილად ეგრე არის. მოკლედ, დავიწყებთ ხა გავიწყებთ. კი, გავვილით ინსტრუქტორს, გავეცნობით უსაფრთხოების წესებს და თუ არ ვწდები 30 მონაწილე იქნება დღეს, თუ არ ვწდები. და დავიწყებთ უკვე შემდეგ რიგის მიხედვით გასვლას და სროლას. წავედით. ეს არის ფედერაცია ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის. მართალია დღეიდან უფრო კარგად გაგვიცნობთ ჩვენ საქმიანობას, იმიტომ რომ დარწმუნებული ვართ ჩვენი მედია სივრცეში და ასე ვთქვათ, ჩვენ საინფორმაციო ოჯახში გაწევრიანდებით, როგორიცაა Facebook-ი, იმიტომ რომ თქვენი ფოტოები დღევანდელი ღონისძიებიდან აისახება იქ და დარწმუნებულია მოიწონებთ ჩვენ ფედერაციის გვერდს, მაგრამ იქ ნახავთ თუ რა ღონისძიებებს ატარებს ჩვენი ფედერაცია. ცნობისათვის გეტყვით, რომ ისეთი ღონისძიები როგორიცაა სოფლიო ორბენა Rings for Life, რომელიც კატოჩი ტარდება უკვე წლების მანძილზე. ისეთი ღონისძიებები, როგორც არის, ვთქვათ, სადღესასწაულო დღეებში 26 მაისის ღონისძიებები სპორტული კუთხით, ქვიშის სახეობების თამაშები, მარათონები და სხვადასხვა მოკლედ ღონისძიებებს ვატარებთ, როგორც ბავშვებში, ისევე დიდებში, ვეტერანებში. მაგრამ უნდა აღნიშნო, რომ დღევანდელი ღონისძიება არის ჩვენთვის პირველი ღონისძიება. აი ამ სახით, ამ კუთხით, ვინაიდან ვიცით რომ საქართველოს ზოგადად ძალიან ნიჭიერია, ქართველი სპორტსმენები ძალიან ნიჭიერები არიან ამ სახეობაში, გვინდა რომ აი ამ კუთხითაც ეს სახეობა ისე გავხადოთ პოპულარული და გვინდა რომ იგივე წარმატებები გქონდეს, როგორც გქონდა ადრე. ბატონი თამაზი ჩემი მეგობარი ნაიშვილი, ჟღენტი მასაც ბავშვობაში ვიცნობდი და ამიტომ ძალიან ბევრი ამაზე ბატონი კახა ისაუბრებს შემდეგ რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ არ გავბედავით ამ ღონისძიების ორგანიზებას, მაგრამ ბატონი კახა და ბატონი ზურაბი აი ამ ობიექტის დირექტორი, ანუ დიდი მადლობა იმისათვის აი ესეთი საინტერესო პროექტის ჩატარებაში გვეხმარებით. მრავალფეროვანია ჩვენი ფედერაციის საქმიანობა, არ არსებობს აბსოლუტურად ერთი მიმართულება. ყველანაირ, ასე ვთქვათ, აქტივობას თავარია მოძრაობა, ჯანსაღი ცხოვრება და ქვეყნისთვის იმ სახეობის პოპულარიზაცია. ეს არის ჩვენი მიზანი. გულახდილად უნდა ითქვას, რომ ბოლო 20-30 წელი ეს სახეობა საკმაოდ დიდ კრიზისს განიცდიდა და ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებების ჩატარება და ისეთი პიროვნებების მოსვლა ჩვენთან და კიდევ ერთხელ ხალხის მასებში გატანა ამ სპორტის სახეობის ძალიან დიდ მნიშვნელობას მაინჭეთ ამას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ვეცდებით რომ თქვენი იმედები ჩვენს ამ ტერიტორიაზე, ჩვენს ორგანიზაციაში გამართლებული ყოფილიყოს. დიდი მადლობა. სიტყვას გადაცემ ბატონ კახას, რაც შეეხება ტექნიკურ საკითხების თაობაზე. პასუხისმგებელი ბატონი კახა და ასევე გეტყვით იმ დამატებითი პრიზებზე, რომელიც დღეს გათამაშდება. უთხრათ თუ სურპრიზად შემოუნახოთ. ეს ისორი ხო? ხო რა.
პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო კაპიტან მაიას და ბატონ ზურავს. ეს დღევანდელი შეჯიბრი ჩემი აზრით რაღაცა ეპოქალურს მიმანიშნებს, რომ იქნება, იმიტომ რომ ესეთი კარგი ძლიერი მეგობრების შეძენა ვფიქრობ მხოლოდ სასარგებლო იქნება ყველასთვის, არა მარტო ჩვენთვის დღესთვის ვიღებთ მონაწილე მეგობრები. მინდა რომ ყველას ასევე შეგახსენოთ, რომ დღეს პარალელურად სპორტი ყველასათვის ფედერაცია ვიცით რომ ატარებს ამ მასობრივ შეჯიბრს. დღეს პარალელურად იგივე რეჟიმში და იგივე ქულებით გათამაშდება ცნობილი ქართველი სპორტსმენის, საქართველოს საბჭოთა კავშირისა და ევროპის ჩემპიონისა და პრიზიორის, რაც გარდაცვლილი ჩვენი მეგობრის შოთა თავაძის სახელობის თასი. ყველას გისურვებთ წარმატებას. იმედია რომ კარგი პრიზები იქნება, ჩვენი აზრით ძალიან კარგი პრიზები შეირჩა. ერთ სიტყვით ინტრიგას ჩავტოვებ, რომ ესეთი კარგი პრიზები აქამდე არ ყოფილა ჩვენთან, ეს პირველი იქნება, თუმცა ეს თქვენ მოტივაციისთვის და მაინც არ ვიტყვი ბოლომდე რა პრიზები იქნება, რომ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია დაგიტოვოთ. ეხლა რაც თავარი აუცილებლად ხელი იქნება მოსაწერი უსაფრთხოების ღონისძიებაზე, რომელსაც ინსტრუქციას წაგიკითხავენ და ადასტურეთ ხელის მოწერით, მე ჩატარდება რეგისტრაცია კენჭისყრა და ყველა წარმატებას გისურვებთ. აბგომეთ თქვენს კიდე. და გადმოგეცემათ სამახსოვრო მაისურებით დღევანდელი ღონისძიების. გამავიწყდა მე თქვა, ჩვენი ღონისძიებები ტარდება ეგიდით იყავი აქტიური, ესა როგორც ხედავთ. აი ამ ემბლემას დარჩი აქტიური და მოგე წარმატებას გისურვებთ. ბიჭებო, კარგი სანახაობა იქნება დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი სიამოვნებას მივიღებთ. პირველ რიგში შოთიკოს ხსოვნას პატივსცემთ და მივაგებთ და მეორე რიგში დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლის აპრიზო ადგილზე ვერ გავა. ნახოთ, ძმაო, აღდგომა და ხვალეო, ნათქვამია. აი ესე. გაიხარე წარმატებები ჩემ მოიკადა, წარმატებებს უსურვებ ყველას. ჩვენი სამეგობრო არის აქ შეკრებილი, ყველა ოჯახის წევრები ვართ და ყველას გულშემატკივრობთ. გენეცვალეთ. პატივცემულო სუპრისეროვო კი არა და გაფიევას. ტურნირის რომელიც ამატონ რომელიც. აი შენია. მიიღალი. 7 ნომერი არის. აბა, ვინ მოვა შემდეგი? ჰა, მიდი, რომელიც გინდა, თო, მიდი. ყველაზე ლამაზი და ყველაზე კარგი. 5-ია. ატური ბაბუ. 3. წინაზედაც 13 ქონდა. ბილეთის გამოსვლა ვისაც გინდა დაგედალდი. რამდენში? 100 ლარი ზო. აბა, შემდეგი. შუბზე არა. სადმე დაგი კონკრეტულად. მომე ბაბუ, მელა იცი ვინ როგორ იცი. დღეს ვართ შეკრებილები ძალიან საინტერესო საქმისათვის ხახნამ. დღეს გამოვლინდება ყველაზე ძლიერი მსროლელი მონადირეებს შორის. იმისათვის რომ ამ ყველაფერს კარგად უყუროთ, უნდა გამოიწეროთ ირაკლის არხი და რა თქმა უნდა ჩემი არხიც. ვიმეგობროთ ერთად. მოგესალმებით ყველას. დღეს გვაქვს შეჯიბრი სპორტინგში, ლეგიონის და იყავი აქტიურის თასი. ყველას უსურვებ წარმატებებს. შენც ასევე ირაკლი. გამარჯობა, მე ვარ ალექსი ჟიშვილი, 17 წლის. მეორე ვიღებ ამ ტურნირში მონაწილეობას, შარშან წინაზე მე-4 ადგილზე გავედი. ჩემი ძმა გავიდა მესამეზე, იტყვის თვითონაც. ხო და რავი, ვინც ხარ ჩვენ ხელები და აქ ვართ მარტო ეხა 4 თუ 5 კაცი რა, ჩვენ ხელები და ვინც ხარ ჩვენ ხელები, აიღეთ იარი ხელში და ვაშკაცურად აგი ვიბრძოლოთ რა. მე ვარ ლაზარე ვეჟიაშვილი. წინა წელს მივიღე პირველად მონაწილეობა და მიხავიძებ მეორედ. წინაზე მესამეზე გავედი და კაი იქნება თუ ჩვენ ხელები გამოვხვალთ, იმიტომ რომ უფრო მასშტაბური გავხადოთ რა და ბავშვებში კონკურენცია კაი იქნება უფრო. დამიძახი. დაი. დავიდა. დაქრო იქნება თქვია. დაი.
დაი 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 კენდეგი ჩემი ხალავანი ხა Dai. 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 ცოტა ადრე ესროლე. საო.
ამდენი გვერდჩილობა უნდა დაჯილდოვდეს რაღაც კარგი რაღაცეებით, ხო და მინდა თქვა რომ პირველ რიგში უღრმეს მადლობას ვუხდი მოდი ესე ხალბატონის გარეშე მაია აზარაშვილი და ჩვენ ფედერაციას სპორტი ყველასათვის რა ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის ძალიან დიდი მადლობა გვერდჩილობისთვის და ესეთი გულითადობისთვის იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ის ხალხი რომლებიც ამ სფეროში ძალიან დიდი ხანია მოღვაწეობენ და ყველა სიყვარულით შეჭიდრებაშიც არავისწრება და ამ პრინციპს აღალატობენ და ჩვენი ვერჩილობით გაორგანიზებით და ამ საქმის ასე ვთქვათ ახალ ეპოქალურ პერიოდში გადაყვანით მე ვფიქრობ რომ კიდევ ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთებ და ასით თუ შეიძლება შევიგებოთ მაგალითად პირველ რიგში ღმერთს მადლობა ასეთი ამინდისთვის და ასეთი კარგი ადამიანების გაცნობისთვის. ჩვენი ფედერაციის მიზანი ყოველთვის არის, ეს არ არის თუნდაც ვიტყოდი, რომ თქვენ მონაწილეები იყოთ კმაყოფილი და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე იყო მშვენიერი დღე თქვენთვის. მადლობა აბსოლუტურად ყველას. ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ თანაორგანიზატორები აღმოჩნდით, იმიტომ რომ მშვენიერი ორგანიზება გაუწია თვითონ რეგიონმა ამ ღონისძიებას და გარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ისე კარგად გრძნობთ თავს, როგორც ზოგადად ოჯახში, ხო? გავიგე ახლა მე რა დაუნდობელი ბრძოლა არ შემდგარა და პირველი, მეორე, მესამე ადგილი მეგობრულად დაგინაწილებიათ, თუმცა ამას ჩვენთვის არსებით მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ვალდებულები ვართ, როგორც ორგანიზატორები, გამოვყოთ და დავაჯილდოვოთ პირველი სამეული და აი ახლა დავიწყებთ დაჯილდოვებას, ბატონი კახა გვეტყვის ვინ არის პირველი სამეული. ეს არის თვალე დოკუმენტი ბატონებო. მოკლედ რაღაც მესამეთი ვიწევ. ფიფიაშვილი გურამი. მესამეში. ფიფიაშვილი გურამი არ მონაწილე. ეს ნიშუკარი ასე კატრა. აი მარუ არავის არ ამოუხია. ხონა მოკლედ ხურობა გამოვიდა. ისეთი კარგი ხურობა. ნიკა გავთიაშვილი. სტაბილურად მეორე ტურნირი არის უკვე მესამე ადგილი საპატიო ბრინჯაოს თასი და მედლები გადაეცემა ბატონო. დაიში ბატონო, დაიში ბატონო. კარგი ხაბარი. მეორე საპატიო ადგილი. აწელა ცოტა ჩემი გამიძი. არა გამიძი რაღაცა დროუნჭილდება კიდე. ჩემი სახლია, ჩემი პალავანი. ახალბერ ციხარული მოდი შეგედასწრებთ რა. ეხა კომბინაციის მომენტი არის, მე მინდა რომ მოვიძრაოთ იქებო, მე ვიცი რომ ძალიან ემოციური გამოხატვის საშუალება შეიძლება და გავწერა, მაგრამ ეხა არ დამალახოთ ცრემლია. მაგრამ ცოტა კი მომავეზრა თან, ნიკა ჩუგოს მომივიდა. აუცილებელი ვარ. აუცილებელი რა. ამდენი გულით მოიგო ერთი სალი გამაცა 24 გაიგო. სენტი სენატორზე. ვეკუას ბრალი ეკა, ვეკუას. ერთად ესე ერთი რო იყო. იდეი უძახა რო. ახლა ჭიქა ხოლმე გადავიდო. აი ძმარო ყოფილი 25-დან 25 იქნებოდა. ისე ამ ნომერით ჩამოსული ალკოჰოლური სასმელით დაჯილდოვდნენ ოჯახისაგან. ასწავლეთ. შოთას შოთას. აი დაბლატა.
ნიგი აქედან. ერთი წინ დაიდგი ბაქ. აი, ჯვარი გეწევს. ყოველმასიც ეგეთი პატარა კი არა, მაგრამ თავდაბალი ვარ რა, ხოლმე. მოკლედ, მინდა გითხრათ რა, რომ ლიდერების სახით ჩვენს ტურნირს გამოვსდა გვერდში მდგომი მეგობრები, კარგი ხალხი და მოკლედ ხარვეზი მოხდა ის, რომ მომსახურების სააგენტოს დახარვეზებული აქვს პროგრამა და არ ხდება იარაღის გადაფორმება. პირველი ადგილი ლიდერებისგან დაჯილდოვდა ცეცხლსასროლი იარაღი თოფით ბატონო უი, დამა ეგ მიკროფონში უნდა გეთქვათ, ბატონო. მომეცით მიკროფონი. ხო, გადავიტოვე რა. ეხლა თავი პირველი ადგილს თუ ეკუთვნის ოქროს მედალი და თასი და მეორეს რამე დააშავა მეორე არაფერი არ დაუშავე. მეორე ადგილი ლიდერების დებით ასევე ჯილდოვდება ცეცხლსასროლი იარაღით სანადირო თოფით ბატონო. ამაზე თქვას იარაღი შენს ეკუთვნა როგორც კი გაფორმების აფრები დალაგდება ამ ადამიანს გადაეცემა სანადირო თოფით ცეცხლსასროლი ახლა დავტოვდი ამასო სახები რა. დიდი მადლობა ლიდერებს. დიდი მადლობა ლიდერებს და დიდი მადლობა ორგანიზატორებს. მაგრამ ეხლა თქვენ თუ შეძლებთ სამომძალეთ, ეხლა თუ შევა იუნიორებს დავუხსნათ. ხელი ჩაუმართ. ეხლა საჩუქრე. მეგობრებო. ჩვენი არხის სახელით გვინდა გამარჯვებულს გადავცეთ თებშების სასროლი აპარატი. აგრები არიან რა, ერებს რა, ნახო. სამივეს დარწმუნებული ვარ, აუცილებლად თამადეს ესო გაუკეთეს, ამაზე რო არ მიშვეული. ხოც იცით ეგრე ჩიქარონის ეს ხო ეს აბრევის ქედა. მოგეთ მოგესალმებით რა ჩემი ირაკლის და ვაჟას არხის გამომწერებს და მაყურებლებს და გულშემატკივრებს უყველას მოგესალმებით. მიხარია რომ ესეთი კაი ხალხი არიან და კარგ და საჭირო საქმეს აკეთებენ და ყველას ჩემგან მოკითხველა რაც თავარია დღეს ეს კარგი ხალხი ჩვენთან ერთად არიან ჩვენ საერთოდ ერთი დიდი ოჯახი ვართ სამონადირო ოჯახი დღეს არის შოთა თავაძის სახელობის მე-6 მემორიალური ტურნირი შოთა თავაძე ყველა ვიცით მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი იყო საქართველოს სამწთა კავშირისა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი და ამ სპორტინგის სული ჩამდგმელი და ვიცი აი ამ კაცის დამსახურება რომ დღეს ჩვენ ყველანი ამ თემაში ვართ ხო და იყო მეგობრული კარგი ტურნირი კარგი შედეგებით ბევრი პრიზებით ბევრი საჩუქრებით პირველად მოხდა რომ ამდენი კარგი სპონსორი და ამდენი კარგი მეგობარი ყავს ამ ტურნირს უკვე საპრიზო ფონდიც შეიქმნა ფულადი პრემიებიც გადაეცა პირველ მეორე და მესამე ადგილს იარაღების სანადირო თოფები გადაეცა ყველას დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მეგობრებო რომ გვერდში გვიდგახართ და ტურნირში მონაწილეობასაც იღებთ რა თქმა უნდა და აგერ ჩვენი გოგრიკო სახარი და ავიც მე მაგ პრინციპის მომხრე ვარ ძალა ერთობაში არის და ერთად თუ ვიქნებით ყველაფერს კარგად გავაკეთებთ. მე ბაბუ დარწმუნებული ვარ რომ მომავალ ტურნირში ეს ხალხი მარტო მონაწილეობას კი არ მიიღებს, თავისი ბანერით იქნება წარმოდგენილი, თავისი ბიზნესით და თავისი პრიზებით. კი ბატონო, ძალიან გამეხარდება თუ შოთას პატივისცემის ამბავში ეს ტურნირი სულ იქნება და რა ვიცი, კარგ საქმეს ემსახურებოდა შოთა და ბედნიერი ვიქნები თუ ჩვენ შოთას ამბავს არ დავკარგავ და გავაგზავნებ და სპორტიკის თემაში ყოველთვის ვიქნებით ჩართულები. და რაც თავარია გვერდში გვიდგას ძალიან მაგარი ფედერაცია სპორტი ყველასათვის, კაპიტანი მაია აზარაშვილის მინდა
ცალკე განსაკუთრებით მადლობა გადავცე და მოუხადო და როგორც ვატყობ რაღაც ეპოქალური მომენტი ხდება და კარგი ტურნირების კიდე დიდი რაოდენობა წინ გველოდება. თუ ყველას დიდი მადლობა. ჩვენიერი დღე გამოვიდა. რა სიტყვა? ძალიან მშვენიერი დღე გამოვიდა. მინდა აღვნიშნო, რომ ირაკლიმ დღეს მიიღო პრიზი. ხო, შოთა თავაძის სახელობის ტურნირი სპორტინგში. ხომაგების სიმპათია. ძალიან იყო მშვენიერი დღე, ძალიან კარგი დღე და ძალიან კმაყოფილები ვართ ემოციებით, დატვირთული, კარგით რომ გავატარეთ და მე კმაყოფილი ვარ. ყველას უსურვებ წარმატებებს. შეჯამებას გავაკეთებთ. საკმაოდ წარმატებით ჩაიარა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მე დიდი ხანია არ მივარჯიშია და მოგეხსენებათ, არ არის მარტივი გასატეხი, მოკლედ თებშები, ყველამ გამოცადეთ. მიიღეთ პრაქტიკა, გააუმჯობესეთ თქვენი სკილები, ამოდით ისროლეთ, რა უნდა ვქნათ, სხვა ნადირობის სეზონი როდესაც დაკეტილია, შეგიძლიათ ამოხვიდეთ, ისროლოთ, გაახუროთ ლულები და უფრო მომზადებულები შეხვდეთ ისევ და ისევ სეზონს. კარგი ნასროლები გქონდა. გავამახვილებ ყურადღებას. მინდა აღვნიშნო, რომ ადრენალინის დასახარჯად არის მშვენიერი ადგილი. კი, ისე პრინციპში თავიდან კარგად დავიწყე. 10-დან 10 მქონდა და მე აურია. ამივარდა თავში და მაგიტომაც შესაბამისი პროცესი. დაგემშვიდობებით მეგობრებო, მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, სანადირო იარაღს ვათამაშებთ, ყველა ჩაერთეთ გათამაშებაში, ვიდეოს კუთხეში ამონათდება გათამაშების ვიდეო და მოკლედ ყველას მინდა წარმატებები უსურვო. დღევანდელი დღის პრიზებს რაც შეეხება, საკმაოდ კარგი და სოლიდური პრიზები ჰქონდათ. 3 სანადირო იარაღი გათამაშდა, რაც ძალიან სასიხარულოა, იმიტომ რომ წინა წელს და იმის წინა წელს აქამდე არ ყოფილა. ასევე ფულადი პრიზებიც იყო. კარგი, მინდა აღვნიშნო, რომ კარგი ღონისძიება იყო. კარგად ორგანიზებული. იმედი მაქვს, რომ ყოველ წელიწადს იქნება უკეთესი და უკეთესი. მოკლედ, მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე, კარგად. Over